გამარჯობათ. 2026 წლის 14 მაისია. როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში დატრიალდა დიდი ტრაგედია. გარდაბნის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი არის გარდაცვლილი, ხოლო ერთი კი საავადმყოფოში იმყოფება. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და მე მინდა გამოვთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს. და მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით აღნიშნულთან ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება მართებს როგორც ზოგადად ხელისუფლებას, ასე საზოგადოებას. ცნობისათვის მე მინდა გითხრათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში წელიწადში იღუპება, გააჩნია სხვადასხვა წელს ყოველთვის ერთიანი მონაცემები ხო არ იქნება, მაგრამ დაახლოებით 500 ადამიანი. სოფლიოს მასშტაბით ლაპარაკი არის დაახლოებით 1.200.000 დაღუპულზე წელიწადში. და მე მიმაჩნია, რომ აღნიშნულ და ძალიან ხშირად როგორც საქართველოში, ასე სოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა არაფრთხილ მდგომარეობაში და გადაჭარბებული სიჩქარე, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან გადაჭარბებული სიჩქარის მიზეზი ხშირად სწორედ რომ არაფრთხილ მდგომარეობაში ყოფნა არის. მე მიმაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა. ეს იქნება არაფრთხილ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის მართვა თუ სიჩქარის გადაჭარბება. ახლა ზემოხსენებული ტრაგედიის დროს ლაპარაკი არის, რომ სიჩქარე იყო გადაჭარბებულიო და კონკრეტულად არაფრთხილ მდგომარეობაში ხდებოდა მანქანის მართვა თუ არა, ამაზე ჯერჯერობით მე მგონი არ არის დაზუსტებული ინფორმაცია და ალბათ გაირკვევა. მაგრამ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იყო ამის შესახებ ალბათ იტყვიან, მაგრამ ზოგადად აბსოლუტური უმრავლესობა ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისა ხდება არაფრთხილ მდგომარეობაში. და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით კანონმდებლობის გამკაცრება იმ მიმართულებით, რომ შეიძლება ადამიანი ფრთხილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, მაგრამ არ იცოდეს მან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა იმ დონეზე, როგორც საჭიროა, არ ქონდეს მართვის მოწმობა და ასეთი შემთხვევებიც ძალიან ხშირია. როდესაც ასეთი ადამიანები ახდენენ ავტოსაგზაო შემთხვევებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, ყველა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა კიდევ უფრო და გარდა ამისა, ერთია კანონმდებლობის გამკაცრება და მეორე არის კიდე კანონმდებლობის აღსრულება. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ინტენსიური სახე უნდა ქონდეს მსგავსი დარღვევების გამოვლინებას შესაბამისი სამსახურების მიერ და თუ ამ მიმართულებით საჭიროა, ამ მიმართულებითაც ჩემი აზრით საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომ თუ პრობლემა არის კანონმდებლობაში, კიდევ უფრო რომ გამარტივდეს ადამიანის შემოწმება სიფხიზლეზე, როდესაც ის მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. მე სიფხიზლეში გულისხმობ ზოგადად, როგორც ალკოჰოლის ზემოქმედებას, ასევე შეიძლება იყოს ეს სხვა საშუალებებით. უნდა იყოს საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრება და თუ საჭიროა დახვეწა კანონმდებლობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეალობაში აღსრულება ზემოხსენებული კანონმდებლობის. გარდა ამისა, მეგობრებო, ამ შემთხვევაში საზოგადოებას მინდა მოგმართოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა. ახლა მე როდესაც ლაპარაკობ, რამდენი ადამიანი იღუპება დაახლოებით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ამას სტატისტიკა ერთია, გარდა ამისა, ახლა სასაფლაოებზე რამდენჯერ არის, როდესაც ადამიანი გაივლის და როდესაც შეხედავს, იქ ნახავთ, რომ ძალიან ხშირად არის გარდაცვლილი და განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ასევე არის მათ შორის აქ მაგალითად ჩვენს რაიონში, მესტიის რაიონში, სადაც ასევე ძალიან ბევრი ადამიანი არის გარდაცვლილი წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ გარდა კანონმდებლობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ აქტიური საქმიანობისა ავტოსაგზაო შემთხვევების დარღვევების გამოვლენის და
შესაბამის ზომების მიღების მიმართულებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა. რადგან ძალიან ხშირად არის რომ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას ხოლმე რომ უკმაყოფილებას რომ აი თქვათ ვინმეს თუ გააჩერებენ ან გადაჭარბებული სიჩქარისათვის ან არაფრთხილზე მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ის ასე შემდეგ ხშირად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეს იწვევს უკმაყოფილებას რომ აი როგორ შეიძლება და აი თქვათ მაგალითად მართვის უფლებას თუ ჩამოართვევენ აი ამით არჩენდაო თქვათ დარღვევისათვის თქვათ არაფრთხილზე მდგომარეობაში მართვისათვის ან სხვა დარღვევისათვის ამით არჩენდაო ის ოჯახსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა შესაბამის მუშაკებზე ვისაც ევალება აღნიშნული დარღვევების გამოვლენა შეიძლება გინდა ადამიანები ვართ ხო ასევე ადამიანები არიან ისინი ვინც შესაბამის სამსახურებში მუშაობენ და რა თქმა უნდა საზოგადოების განწყობამ საზოგადოების უკმაყოფილებამ გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორი შეიძლება ითამაშოს იმ ადამიანზე და მთლიანობაში მე ამითი ისევ საზოგადოება რჩება წაგებული ამიტომ მე იმის შესახებ უკვე ვთქვი რომ კანონმდებლობის გამკაცრების მოწოდებისკენ აღნიშნული მიმართულებით და უფრო ინტენსიურად გამოვლენის დარღვევების მაგრამ ზოგადად საზოგადოებას მოგმართავთ რომ აღნიშნულ დარღვევებზე როდესაც ადამიანს ან გააჩერებენ ან როდესაც გააჩერებენ გამოვლენენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ კანონის განსაზღვროს იქნება უკმაყოფილება მაგალითად როდესაც არაფრთხილზე მდგომარეობაში მართვისთვის მართვაზე იქნება ეს ავტომობილის სწრაფად გადაადგილებაზე რადგანაც ხომ ხედავთ აი როგორი ტრაგედია დატრიალდა ტრაგედიამ არ იცის ამ შემთხვევაში ეს ვიტყვიან რაც შეიძლება მინიმალური ყოფილიყოს და საერთოდ არ ყოფილიყოს მაგრამ რაც ნაკლები იქნება რაც უფრო მეტი ადამიანი იulis არაფრთხილზე მდგომარეობაში იქნება საჭესთან და რაც მეტი ადამიანი უფრო სწრაფად ატარებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მით უფრო მეტი იქნება რისკ ფაქტორი ტრაგიკული შემთხვევებისა აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ რომ საზოგადოება ასეთ დროს როდესაც იქნება გამოვლენილი მსგავსი დარღვევები შეხვდეთ გაგებით და იქნება ეს უკმაყოფილების მიზეზი მათ შორის ამ შემთხვევაში მივმართავ ზოგადად საქართველოს მოსახლეობას და კონკრეტულად აქ მესტიის რაიონის მოსახლეობას რადგანაც ხშირად არის რომ ეს საქართველოში ხშირად არის ასეთი შემთხვევა რომ მაგალითად თუ სოფელი დასახლება მაგალითად სოფელში თუ არის და ასე შემდეგ იქ ხშირად ადამიანი არის რომ ადამიანი ფიქრობს რომ აქ არ უნდა გამაჩერონო როგორ შეიძლება აქ ჩემს სახლთან როგორ უნდა გამაჩერონო თუნდაც არაფრთხილზე მდგომარეობაში იყოს და თუნდაც სხვა მხრივ არ გროვდეს მოძრაობის წესებს აი ამ საკითხზე მინდოდა მელაპარაკა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და გამოვთქვამ სამძიმარს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და რა ვიცი ასევე მოგიწოდებთ რომ დაჯდებით არაფრთხილზე მდგომარეობის საჭესთან დაჯდებით საჭესთან თუ არ იცით მანქანის ტარება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარება როგორც საჭიროა და იულით გადაჭარბებული სიჩქარით მე მინდა მოგიწოდოთ იმათ ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა სასარგებლო საქმედ მიგაჩნიათ რომ იმ მიზნით რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემ არსებულ აღნიშნულ პლატფორმაზე აღნიშნულ ამ აკაუნტზე არსებულ მასალებთან მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი დასვათ მოწონებები ანუ ლაიქები და გააზიაროთ ვიმეორებ იმ მიზნით რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ აკაუნტზე არსებულ მასალასთან კარგად გზამდებოდეთ